სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენ ყველასთვის ცნობილი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არაკონსტიტუციურად ცნო უცხოელებზე, უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მიწების მიყიდვის აკრძალვა. ამის შემდეგ დაიწყო პროცესი, ძალიან ისეთი ინტენსიური პროცესი მიწების გასხვისების. მოგეხსენებათ, რომ შეიცვალა ხელისუფლება და ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაპირებისამებრ მორატორიუმი შემოიღო მიწების გასხვისებას. შემდეგ იგივე პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამას მოყვა კვლავ იგივე პროცესი წავიდა, მოგეხსენებათ და პარლამენტში შემოვიდა მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც გაპროტესტებული იქნა ჩვენს მიერ, მოგეხსენებათ მიწის დაცვის კომიტეტი შეიქმნა მაშინ და უამრავი ადამიანი ჩაერთო ამაში და არა მარტო ესე იგი არა მარტო საზოგადოების და არასამთავრობოების და ასე შემდეგ პროტესტი იყო, არამედ თვითონ ხელისუფლებაში ყოფი ძალებიც აპროტესტებდნენ ამას, ძალიან, იმიტომ რომ ყველას აპროტესტებდნენ ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი კერძოდ გულისხმობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც დააფუძნებდნენ საქართველოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირებს, შეეძლოთ ეყიდათ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწები არანაკლებ 20 და არაუმეტეს 200 ჰექტრისა. რაც შეეხება საფინანსო ინსტიტუტებს, მათ საერთოდ შეზღუდვები არ ჰქონდათ. ახლა ამ კანონპროექტის მიღება გამოიწვევდა ძალიან უმართავ პროცესს ფაქტიურად. ეს ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, ხაზი მინდა გაუსვა, ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, ანუ სად, როგორ, რა მიწები და ასე შემდეგ და ამგვარები. მთავრობის მიერ ინიციირებული და ამაზე პარლამენტმა უარი თქვა. ამაში რა თქმა უნდა თავისი წვლილი შეიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას აპროტესტებდნენ, კერძოდ ახლა იგულისხმება მეცნიერებათა აკადემიას ჰქონდა პოზიცია, მიწის დაცვის კომიტეტს ჰქონდა თავისი პოზიცია. დავიწყეთ შემდეგ მუშაობა უკვე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომისიასთან ერთად, რომ შეგვემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც შეესაბამებოდა ჩვენს რეალიებს და ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ ნორმებს. ეს კანონპროექტი შემუშავდა, მინდა ვთქვა, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო პოლიტიკური ნება წინა პარლამენტს, რომ ნორმალური კანონპროექტი მიეღო, არათუ მიეღო, რომ განხილვები დაეწყო ამის და საკითხი ესე ვთქვათ დაეკიდა. და იყო გარკვეული ზეპირინი მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ არ გასხვისებულიყო მიწები. როგორც ჩანს, ახლა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი კვლავ გამწვავდა, ვიღაცებს ძალიან აწუხებს ესე იგი ის რომ არსებობს 100,000 ჰექტარი სახელმწიფოს ფლობელობაში და უნდათ რომ ეს გამოიტანონ უკვე და საერთაშორისო აუქციონები გამოაცხადონ და გაყიდონ. ეს ეთყობა ეჩვენებათ რომ ამით რაღაც საბიუჯეტო სახსრებს საბიუჯეტში ავსებენ და ასე შემდეგ. შესაბამისად აი რაღაცნაირად გამოჩნდა ასეთი პოლიტიკური ნება, რაც უნდა გაპროტესტდეს აუცილებლად და უნდა დაიბლოკოს, მინდა ვთქვა, ეს პროცესი. და უნდა გადავიდეთ ჩვენ იმაზე, რომ მივიღოთ ჩვენი რეალიებისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის შესაბამისი კანონპროექტი. ამისათვის შევიმუშავეთ ჩვენ რაღაც ესეთი მოკლე ვარიანტი, პრინციპების, მოდით ასე ვთქვათ, რომელსაც აუცილებლად შევიტანთ, ანუ მოკლე კანონპროექტი, რომელსაც აუცილებლად შევიტანთ პარლამენტში. და იქ არიან ადამიანები, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა. ეხლა რომელიც ინიციირებულია და რომელიც არ განიხილა პარლამენტულად თანამდებობრივ შეტარებით ნორმალური იყო, ის რა სიტუაცია და ის რატო დაიბლოკა? იყო პრინციპები, ჩამოგიტვით პრინციპები, ჯერ ერთი არსებობდა გარკვეული კვოტა, ანუ იმ შემთხვევაში თუ დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესს, ჩვენს ეროვნულ ინტერესს შეესაბამება და შეიძლება ამან მოიტანოს საზოგადოებრივი სიკეთე, მთავრობას უნდა განეხილა ეს, შემდეგ მთელი პროცედურები იყო და შეიძლებოდა ეს ინვესტიცია განხორციელებულიყო, მაგრამ ეს კვოტა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს დაუშვათ. ეს ისეთი განსახილველი საკითხია საზოგადოების მიერ. ასევე გარკვეული მოთხოვნები არსებობს, როგორც ეს არის მაგალითად დანიაში, გერმანიაში და ევროპულ ქვეყნებში, იმათ მიმართ, ვინც ყიდულობს.
ანუ ეს გარკვეული უნდა ფლობდეს გარკვეულ უნარჩვევებს, უნდა იცოდეს როგორ აწარმოოს ეს, რასაც აწარმოებს, უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც დაუშვათ ჩვენ ინტერესებშია და ასე შემდეგ. ეს არ არის თითიდან გამოწვეული მოთხოვნები, ეს გადაიკითხოთ თქვენ დაუშვათ ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა მიწის შესახებ ყველგან არის ეს და გაწილებით მკაცრია. გაწილებით მკაცრია. არსებობს ქვეყნები, სადაც საერთოდ აკრძალულია. იგივე დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, იგივე ისრაელი, ჩინეთი, იგივე ახალი ზელანდია და ასე შემდეგ. უამრავი სხვა ქვეყანა. ეს კიდევ პრინციპები იყო ასეთი, გარკვეული შეზღუდვები არსებობს ამასთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ იქ სამოტივაციო ნაწილიც და თვითონ ეს ნორმებიც ძალიან ისეთი დახვეწილი იყო და 2 წლის განმავლობაში მუშაობდით ჩვენ სხვადასხვა ჩვენ რეკომენდაციებიც იყო სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა და განხილვებში მონაწილეობდით, იყო ძალიან ისეთი კამათი. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. რაც ყველაზე ტრაგიკული არის ამ სიტუაციაში და რაც ნამდვილად გაუგებარია, ვერ მოხერხდა პოლიტიკური ნების კონსოლიდაცია იმისათვის, რომ აი ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური საკითხი, სასიცოცხლო საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ. იმიტომ რომ ეს ძალიან რთული საკითხია საერთოდ, ახლა ვისაც გონია რომ ეს მარტივია, ძალიან ცდება. რთული საკითხია. მოითხოვს საზოგადოების ჩართულობას, გულისხმობ პროფესიონალებს, მოითხოვს სხვადასხვა უწყებების, სახელმწიფო უწყებების მოდით ასე ინტეგრირებულ მუშაობას, მოითხოვს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ასე შემდეგ და ამგვარები და სამწუხაროდ აი ეს სწორედ აი ეს ვერ მოხერხდა. მე როგორც მესმის, ვერ მოხერხდა უბრალოდ და ესეთი დისბალანსის შედეგად მე ვღებულობთ იმას, რომ კვლავ საკითხია ჰაერში ჩამოკიდებული. კანონპროექტის დიდი ნაწილი არა მარტო ჩვენი ორის მომზადებულია, არამედ აქ ჩართული იყო ძალიან ბევრი ადამიანი, სხვადასხვა ამ დარგის სპეციალისტები, პროფესორები, პარლამენტის დარგობრივი მაჟისტრატიული კომიტეტის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და აი ეს კანონპროექტიდან ის საკითხები არის ამორჩეული, რაც გათვალისწინებულია და აღებულია სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობიდან მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით. ხა მე ჩამოგითვლით აი ამ ძირითად საკითხებს, რის მიხედვითაც ეს ცვლილებები უნდა შევიდეს და შეიზღუდოს. პირველი, ესე იგი, უცხო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ, თუ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის ნებართვა. მეორე, თუ გააჩნიათ საქართველოს აგრარულ სექტორში საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. მესამე, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიღებული აქვთ მემკვიდრეობით. მეოთხე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი დამფუძნებელი და 50-ზე მეტი წლის მესაკუთრი არის საქართველოს მოქალაქე. მეხუთე, უცხოელი იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოუშვებათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გასცეს ნებართვა. მეექვსე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ საერთო მიწის რაოდენობის, რეესტრში რეგისტრირებული საერთო რაოდენობის 10% მხოლოდ. ეს აღებულია სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობიდან ეს რეგულაციები, ისეთი წამყვანი ქვეყნების, როგორიც არის ავსტრია, პოლონეთი, დანია, გერმანია და ასე შემდეგ. როგორ რეგულირდება ამ დროისთვის მიწის გასხვისების საკითხი? ამ დროისთვის არანაირი რეგულაცია არ არსებობს და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხი მოვაწესრიგოთ და მოვაგვაროთ და ამაში უნდა აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა ითვისოს ეს საკითხი, რადგან საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა სწორედ და ხელისუფლების ამ საკითხის მოგვარება. ვერ გეტყვით, რატომ არ იკისრა? ძალიან აქტიურობდა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეული ნაწილი, რომ ეს რეგულაცია არ დაწესებულიყო. თქვენ ალბათ იცით, თუ რის საფუძველზე გაუქმდა მორატორიუმი, ეს იყო 2014 წლის 24 ივნისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ იქ საჩივარი შეიტანა ქალბატონ ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციამ გამჭვირვალობა საქართველოს. მატიას უბერი იყო, მაგრამ მისი წარმომადგენელი იყო და აი სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე გაუქმდა ეს მორატორიუმი.